გამარჯობა ჩემო უსაყვარლესო პატარებო. აი გრძელდება წინა საახალწლო ჯადოსნური დღეები. ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს და ნახეთ ვინ არის ჩვენთან. დათას უკვე იცნობთ, მიესალმე დათა ბავშვებს და მოდი შენ გაგვეცანი. გამარჯობა. ჩემი სახელი არის სანდრო. სანდრო დათას მეგობარია და იცით რატომ მოვიდა დღეს სანდრო ჩვენთან ზღაპრის ჩაწერაზე? რომელი ზღაპარიც ჩვენ დღეს უნდა მოვყვეთ, არც მეტი, არც ნაკლები სანდროზეა დაწერილი. დიახაც მისმა დეიდამ სოფომ პატარაობაში დაუწერა და აჩუქა ეს ზღაპარი სანდროს. სოფო ბოჭორისუს ჩვენ უკვე ვიცნობთ. შარშან, როდესაც ჩვენი მათაცო საზღაპრეთი სულ ახალი დაბადებული იყო, სოფო მაშინვაც გვაჩუქა ჩვენ ერთი საშობაო ზღაპარი და თქვენ ძალიან მოგეწონათ ეს ზღაპარი. ასე რომ კიდევ ერთი ზღაპრის ბედნიერება გვაქვს, რისთვისაც დიდი მადლობა რა თქმა უნდა სოფო. სანდრო, რა ქვია ამ ზღაპარს? შოკოლადის ქარხანა. ჯერ მარტო სახელი აქვს ისეთი გემრიელი, შოკოლადის ქარხანა. აი დათა რო შეუშვა შოკოლადის ქარხანაში აღარასდროს არ გამოვა ზუსტად ვიცი და შენ გამსუნაგი შენც არ ჩამოუვარდები მე მგონი წარმომიდგენი ახლა ეს ორი ყმაწვილი შოკოლადის ქარხანაში რო შეუშვა და გარედან კარი ჩაუყენო პირველ რიგში იქ მე რო ამოვავლებ შოკოლადს ასე რომ მიდის ხო იცი მაგას გამოვთავდი და ყველა შევაგროვებთ და ერთად წავიკეთ. მე შოკოლადი წავიღებდი სახში წამოვიდე. ეხლა ძალიან მადაზე მოხვედით ორივე. ყავასთან ერთად. ახლა საქმეზე გადავიდეთ, თორე თქვენ მგონი მოგშინდათ. მოკლედ დღევანდელ ჩვენ ზღაპარს ქვია შოკოლადის ქარხანა და შეგვიძლია დავიწყოთ. იმ წელს დეკემბერში უჩვეულოდ თბილი ამინდები იყო, მაგრამ დეკემბრის ბოლო დღეს 31 რიცხვში, როდესაც ღამის 12 საათზე ახალი წელი უნდა მობრძანებულიყო, ციდან ფიფქები წამოვიდა და ულამაზესი ბარდნა დაიწყო. სანდროს ძალიან უნდოდა ეზოში ჩასვლა, თავისი ცხვირი მიაჭყლიდა ფანჯარას და ნატრობდა. ნეტავ ჩემმა დაიკო მალე მოიცალოს, რომ ეზოში ერთად ჩავიდეთო. იმიტომ რომ პატარა იყო მაშინ სანდრო და ეზოში მარტო არავინ გაუშვებდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ სანდროს დაიკო ძალიან გაერთო მეგობრებთან საუბრით და მთელი დღე საერთოდ ვეღარ მოიცალა სანდროსთვის. ამასობაში კიდეც დაღამდა. სანდრო ძალიან ნაწყენი იყო და იცით რა გააკეთა? შური როგორ იძია თავის მოუცლელ დაიკოზე? მის შოკოლადების სამალავს მიაგნო და ყველა შოკოლადი შეუჭამა უჯრაში მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი ჭრაჭუნა ქაღალდები. გაბერილია იქნებოდი. აუცილებლად იქნებოდი ამდენ შოკოლადს შეჭამ. და ვერ ვიოხარ რომ შევჭამე შოკოლადი უკვე. აი მიხვდა, მაგრამ არ დაიჯერა, თვალებს არ დაუჯერა. მოკლედ რა მოხდა, როგორც იქნა დაიკო. გამოვიდა ოთახიდან, მოიცალა და ამ დროს მოწყენილი და ნამტირალები სანდრო შერჩა ხელში. სანდრომ დაიკოს უსაყვედურა. მე ეზოში ჩასვლა მინდოდა, მთელი დღე გელოდები, შენ კი ჩემთვის ვერ მოიცალეო. დაიკო ძალიან შეწუხდა, მაპატიე, ჩემო პატარა, გპირდები ხვალ აუცილებლად ჩაგიყვანო, მაგრამ ამ დროს დაიკოს მზერა კარადისკენ გაიპარა, სადაც მან ცარიელი უჯრა შენიშნა და ცარიელი შოკოლადის ქაღალდები. თვალებს არ დაუჯერა. სულ შეჭამე? საერთოდ არ დამიტოვეო? სასოწარკვეთილი იყო დაიკო. სანდრო კი იხტიბარს არ იტეხდა. დიახაც სულ შევჭამე. აბა შენ რომ მე ეზოში არ ჩამიყვანე, კარგი იყო? მაგრამ სინამდვილეში გულის სიღრმეში რაღაცა რომ გულს ძალიან უღრნიდა. მაშინ სანდრომ არ იცოდა რომ ამ ყველაფერს სინდისის ხმა ერქვა, მაგრამ სინდისის ქეჯნას ნამდვილად განიცდიდა. დაიკოსაც ცემლები მოადგა თვალებზე, გაბრაზებული ისევ თავის ოთახში შებრუნდა და კარი ჩაკეტა. სანდრო მიხვდა რომ ძალიან ცუდად მოიქცა და ძალიან აწყენინა თავის დაიკოს. და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომო და თავისი შეცდომა გამოესწორებინა. აბა რა ქნა თუ იცი? ყულაბიდან ამოიღო თავის ფული და მაღაზიაში ჩავიდა. მაღაზიაში ჩავიდა. ოღონდ ეს ისე სწრაფად გააკეთა, რომ ქურთუკი და ქუდი არც გახსენებია. არც ოჯახის წევრები გაუფრთხილებია, ფული ჯიბეში ჩაიყარა და სასწრაფოდ მაღაზიისკენ გაიქცა, რომ მისი დაიკოსთვის მისი საყვარელი შოკოლადები ეყიდა.
უამრავი ხალხი ირეოდა ქუჩაში, მაღაზიებში, იმიტომ რომ ყველა ფაცი ფუცობდა, ყველა საახალწლოდ ემზადებოდა, ყველა რაღაცას ყიდულობდა და ამასობაში სანდრომ აღმოაჩინა, რომ იმ დახლზე რა აღმოაჩინე? შოკოლადი რო აღარ იყოს. ისეთი შოკოლადები საერთოდ აღარ იყო. გათავებულა. ძალიან შეწუხდა სანდრო. თან იმაზეც დარდობდა. სახლიდან ისე წამოვედი, არავინ გავაფრთხილეო. ალბათ როგორ დარდობენ, ახლა ჩქარა სახლში უნდა წავიდე და თან ასეთი ხელცარიელიო, მაგრამ ამ დროს ბოლოს დაინახა ერთი კარადა, რომლის თაროებზეც ზუსტად ისეთ შოკოლადებს მოჰკრა თვალი, როგორიც ყიდვასაც აპირებდა. მივიდა, ერთი შეფუთვა აიღო და ის იყო უკან უნდა გამობრუნებული იყო, რომ ეს კარადა გაიწია, მის უკან უზარმაზარი მძიმე კარი გაიღო და სანდრო შევიდა სად? შოკოლადის ქარხანაში. შოკოლადის ქარხანაში. მის უკან კარი ხმაურით მოიხურა, მაგრამ ამისთვის სანდრო საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება. ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდა შოკოლადის შადრევნები, ნაირ-ნაირი ფერის, ფორმის, ულამაზეს ჭრაჭუნა ქაღალდებში გახვეული შოკოლადები გაგიჟდა და თვალებს არ დაუჯერა. შენ უბრალოდ რო გაიწია კარადა, ამენ ხო იქიდან შოკოლადი და წავსულიყავი. მე არა, მე ვერ აღმოჩნდებოდი შოკოლადის ქარხანაში აღმოჩენა, ეგრე ადვილი კი არ არის. მარმელადის სავარძლებში ელფები ისვენებდნენ, ძალიან დაღლილები იყვნენ ამდენი მუშაობით და უცებ ერთმა ელფმა სანდროს გამოზაღა. ეი, შენ მოდი, რას დამდგარ ხარ? ჩქარა გამოიცვალე და შოკოლადების შეფუთვაში მოგვეხმარეო. სანდრომ ვერ დაიჯერა. მიეხედა, მოეხედა, ვის ეუბნებაო? მოდი, ეძახის ელფი. უნიფორმა ჩაიცვი და მოგვეხმარეო. მე მეუბნებითო? კიდევ ერთხელ გადაამოწმა. დიახ, შენ გეუბნები, ჩქარა, ამდენი დრო აღარ არისო. ამ დროს ერთი ცხვირპაჭუა ელჩი მეთქი კაცო. ელჩი ამ გამახსენე. ამ დროს ერთი ცხვირპაჭუა ელფი მოფრინდა. სანდროს ძალიან სასაცილო კომბინეზონი და სასაცილო ქუდი თავზე დაახურა, ჩააცვა და აი ესე პირდაპირ შოკოლადებში შეაგდო. ჩქარა ეხლა შეფუთე, ოღონდ იცოდე, ძალიან კარგ ხასიათზე უნდა იყო, თორე სევდიანი თუ იქნები და სევდიანი ხასიათით თუ შეფუთავ შოკოლადებსო, გემრიელი აღარ იქნება და ბავშვებს აღარ მოეწონებათო. სანდროს ამდენი შოკოლადი ერთად ცხოვრებაში არ ენახა. აი, სულ რომ გაუთავებლად ეჭამა, მაინც რომ არ გათავდებოდა, იმდენი შოკოლადები იყო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდ აღარ ქონდა შოკოლადების მადა, იმიტომ რომ ძალიან დარდობდა. ალბათ სახლში როგორ ნერვიულობენო. არ გავაფრთხილე ისე წამოვედიო, ქურთუკიც კი არ ჩავიცვიო. ჩემი დაიკო მინდაო, ჩემი ოჯახის წევრი სახლში მინდაო, ფიქრობდა და ძალიან დარდობდა და ამასობაში ძალიან დაიღალა, შოკოლადის კიბეზე ჩამოჯდა და ჩაეცინა. ამ დროს იცი რა მოხდა? სანდრო, გაიღვიძე, სანდრო! სანდრომ თვალი გაახილა და ხედავს, რომ თავისი დაიყო, სანდრო, გაიღვიძე, აღვიძებს. გაიღვიძე. ის არ კმაროდა, რომ შოკოლადების სულ შევიჭამეს, სუფრის გაშლაშიც არ მეხმარებიო, საყვედურობდა დაიგო. რამდენიმე წუთში ახალი წელი მოვაო. სანდრომ თვალები მოიფშნიდა. მოიცა სად ვარო? სახლში ვარო? რა უცნაურად ლაპარაკობო, გაუკვირდა სანდროს დაიგოს. რა თქმა უნდა, სახლში ხარ, ადექი ჩქარა, ამდენი დრო აღარ არისო. სანდრო მიხვდა, უბრალოდ იფიქრა. ელფმაც მასე არ თქვა, რომ არა, ამდენი დრო ჩქარა. ხო, იმიტომ რომ ახალი წლის მოსვლამდე სულ რამდენიმე წუთიღა იყო დარჩენილი და აბა მანამდე ხონდა მოესწროთ ეს საქმეები. სანდრო მიფიქრა, ალბათ ჩამეძინა და ეს ყველაფერი სიზმარი იყო. თვალები მოიფშიდა, სასწრაფოდ წამოხდა, რომ თავის ოჯახის წევრებს მიხმარებოდა და ამ დროს საათისკენ გაიხედა. უცნაური იცით რა იყო? საათის ისრები ზუსტად იმ დროს აჩვენებდა, რომელ დროსაც სანდრო სახლიდან მაღაზიაში გაპარვას ფიქრობდა. ანუ დრო თითქმის არ გასულიყო. სანდრო ვერ გავიგე, ეს სიზმარი იყო თუ არ იყო სიზმარი? ბოლოში მივხვდებით. კაი, წავედით ბოლოსკენ მოკლედ. სუფრა გაშალეს, ახალი წელიც მოვიდა, სანდრო თავის საყვარელ ოჯახთან, დედიკოსთან, მამიკოსთან, თავის დაიკოსთან ერთად იყო და ამ ახალ წელსაც სხვა არაფერი უნატრია. ისევ ეს ჩაიფიქრა, რომ მუდამ თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად მრავალ ბედნიერ ახალ წელს შეხვედროდა. ამ დროს დედიკო მიცით რა ქნა? თქვენ გეგონათო, მარტო ეგერთი სამალავი მქონდაო? აიო, რამდენი შოკოლადი მაქვს კიდე თქვენთვის გადანახულიო და
შენახული ქონდა და რომ შემოიტანა ზუსტად ის შოკოლადები, რომლებიც სანდრომ თავის დაიგოს შეუჭამა, სანდროს ყურადღება იცი რა მიიქცია? შოკოლადის ჭაჭუნა ქაღალდზე. ზუსტად ის ელფები იყო გამოსახული, რომელიც სანდრომ სიზმარი იყო თუ რა იყო, სიზმარში ნახა პირობითად, ხო? და თან იცი რა მოხდა? შოკოლადის ჭაჭუნა ქაღალდიდან ელფმა ესე თავი გამოიყო და სანდროს თვალი ჩაუკრა. მოკლედ, ბოლომდე მაინც ვერ მიხვდა სანდრო ეს ყველაფერი სიზმარი იყო თუ არ იყო, თუ მიხვდი? არ ვიცი. არ ვიცი, მეც არ ვიცი, მაგრამ მოდი სოფოს ვკითხოთ. როცა ვნახავთ ავტორს ვკითხოთ, აბა ეს ყველაფერი სიზმარი იყო, ცხადი იყო, რაღაცა ჯადოსნური წამები იყო თუ რა იყო, ამას ახლა მნიშვნელობა საერთოდ აღარ აქვს, თავარია რომ სანდრო კიდევ ერთ ბედნიერ ახალ წელს შეხვდა თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად. ახალი წელი გვიახლოვდება. აი, გადამარტო 10 დღეში იქნება მალე. 10 დღეში, ხო? თითქმის 10 დღეში. აი, მე ხომ ამხელა გოგო ვარ. ჩემთვისაც ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური და ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და მჯერა, რომ რასაც ახალ წელს ჩავიფიქრებთ, ყველაფერი აგვიხდება. ამიტომ მე, ჩემო პატარებო, მინდა გისურვოთ მრავალი ბედნიერი, მშვიდობიანი, სიყვარულით აღსავსე და გაბწყინებული ახალი წელი ჩვენს ლამას საქართველოში. მოგეწონათ ზღაპარი? კი. მაშინ დავემშვიდობოთ ბავშვებს. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. კარგად.